სალამი მეგობრებო. დღეს გთავაზობთ განვიხილოთ ჯო ამბერკოპის პირველი კანონის ტრილოგია. ახლახანს დავასრულე. მინდა ჩემი შტაბის ტილიფები გაგიზიაროთ. პირველი კანონის ტრილოგია შედგება 3 წიგნისგან. ჯამში დაახლოებით 2700 გვერდია. ასე რომ better be good story. და მართლაც, კარგი ისტორიაა. არ მომიწყენია, კითხვა ადვილია. რადგან ავტორს უკიდურესად თანამედროვე ნარატიული ენა აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წიგნს ნაკლი არ აქვს. და მე სწორედ მაგიტომ ვაკეთებ რეცენზიას. ჩემი რეცენზია იქნება სპოილერების გარეშე. მინდა მოგითხოთ ლორის შესახებ, რომელიც დაიწყო ნახევრად დემონი, ნახევრად ადამიანი ეუსით, რომელმაც დემონები გამოამწყდია მეორე სამყაროში და აკრძალა მაგიით სარგებლობა, რადგან მაგიის წყარო სწორედ მეორე სამყაროა. სწორედ ეს არის პირველი კანონი. შემდეგ მან მაგიის გარკვეული უნარები დაურიგა შვილებს. აქედან უმცროსი კლასტროდი დაიკიდა, ხოლო დალოცა. მან დაიბოღმა და დაიწყო ომი ძმებს შორის, რომელშიც კლასტროდმა ძმებიც გაანადგურა და საკუთარი თავიც, თესლის საშუალებით. შემდეგ კი ძმებიდან უფროს ძმის იუვინის მოსწავლე ბაიას მისი შვილი შეუყვარდა, მაგრამ ისეთი ამპარტავანი იყო, რომ მასწავლებელს დაუპირისპირდა. საბოლოოდ შეყვარებულის დაღუპა და მასწავლებელიც. სწორედ მის წინააღმდეგ იბრძვის ხალული, რომელიც კანედიასის მოწაფეა. მოკლედ, ლორი არის ბულშიტი. ეს ნაწილი იმიტომ მოგითხრეთ, რომ შეიძლება თქვენს დაიბნეთ და საქმე გაგიმარტივეთ. მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ ბექსტორის არავითარი განსაკუთრებული გავლენა არ აქვს ისტორიაზე. ცხადია, მთავარი გმირი ბაიაზის მოქმედების მოტივებს განსაზღვრავს, ასევე ხალულის მოტივებს, რომ გაანადგუროს ადუა, მაგრამ მეტი არაფერი. სამივე ნაწილი ეს არის გმირების პერსპექტივიდან მოთხრობილი ისტორია და თვით თეორეტიზაცია, რაც მოგახსენეთ, საერთოდ არ ხვდება. მოქმედი გმირები კი ძალიან მაგრები არიან. სწორედ აქ იშლება მწერლის ნიჭი. პერსონაჟები მოგწონს და გარკვეულწილად მასწავლებლები ხდებიან, იმიტომ რომ მათი სიტყვა-პასუხი ურთულეს გარემოებებში ადვილად დასამახსოვრებელია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლოგენ 9-თა, ბაიაზი და სან და კლოქტა. სამივე პერსონაჟს აერთიანებს განსაკუთრებული შავი ჰუმორი, თუმცა ჟანრობრივად მათი სარკაზმი სხვადასხვა ხასიათისაა. ლოგენი ეს არის ბერსერკის განსახიერება. საოცარი ავტორის ნარატივი თითოეული პერსონაჟის გულისთქმისა. მიუხედავად იმისა, რომ ლოგენი სიკვდილის შვილია და მისი ყველას ეშინია, ჩვენ როგორც მკითხველები ვეცნობით მის შიშებს, ეჭვებს, გაქცევის სურვილს, მაგრამ ამავე დროს ვიგებთ, როგორ ახერხებს შიშების გადალახვას. ამდაგვარად მისი ძალადობა უფრო დამაჯერებელი ხდება, იმიტომ რომ ეს არ არის აფექტური პასუხი გამოწვევაზე, არამედ მოფიქრებული მოქმედებაა. მეორე მხრივ, ნაწარმოებში მრავლად არის ეპიზოდი ლოგენის ბერსერკის უნარის გამოხეთქვისა, რომლის დროს შიში ქრება და იწყება განსაკუთრებული აგრესია. იმ მომენტში ვერც მტერს ცნობს და ვერც მოყვარეს. იმ მომენტში სიკვდილით შეიძლება მოკლას. გარდა ამ თავშესაქცევი მომენტებისა, ლოგენი ფრიად სასარგებლო რჩევებს აძლევს ჯეზანს. ბაიაზის პერსონაჟი აბსოლუტურად განსხვავებულია ფენტეზი ჟანრის ყველა მაგებისგან. ის არის манипуляტორი, რომელსაც პრინციპში არ ყავს მეგობრები. მისთვის ყველა რესურსი და საშუალებაა. ის არ ეძებს უბრალოდ პატივს. ამიტომ ძალაუფლების პოსტს არ ეპოტინება. მისი მიზანი აბსოლუტური ძალაუფლებაა, ყოველგვარი ჯილდოს გარეშე, ანუ გაცხადებული სტატუსის გარეშე. ბაიაზის იდეალური გეგმა სამყაროსგან მარიონეტების თეატრის მოწყობაა. მისი დიალოგის ეპიზოდები მხოლოდ შორეულად მოგაგონებს გენდალფს, რადგან მისი სურვილის ბალანსის შექმნა და კონტროლის ერთგვარი სტატუსის გარეშე, მაგრამ საბოლოო საქმეები აბსოლუტურად აშორებს გენდალფს. რაც შეეხება სან და კლოქტას, ეს არის განსხეულებული შავი მახინჯი იუმორი. ზუსტად ისეთი შავი, როგორი დასახიჩრებული სხეულიც აქვს. ინკვიზიტორი კლოქტა ყველაზე სახალისო საკითხავია დაკითხვების, გამოკითხვების თუ უბრალოდ მოკითხვების დროს. საგულისხმოა, რომ ავტორი არ ცდილობს შექმნას იდეალური ტიპები, როგორიც მაგალითად ტოლკინი, რომელშიც გმირები კეთილშობილური რაინდობის მთელი სულითაა განსხეულებული. აქ ყველა თავისებურად ცდება, როგორც მორალურ, ისე რაციონალურ გადაწყვეტილებებში. ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც არასდროს ცდება, ეს მხოლოდ სან და კლოქტაა. თავად მრავალსაუკუნოვანი მაგი ბაიაზიც ისეთი დამაჯერებელი არაა მოლაპარაკებებში, როგორც ინკვიზიტორი. ჯო ამბერკოპის ფენტეზი მეტარეალისტურია. ანუ ცალსახად დადებითი პერსონაჟები არ გვყავს, როგორც ჯორჯ მარტინის სამყაროში, მაგრამ მე მაინც დამრჩა ერთგვარი უკმაყოფილება პერსონაჟთა განვითარებაში. ავტორი გვთავაზობს პოსტმოდერნულ ნარატივს. ზოგიერთი ნარატიული მემართულება არ სრულდება ეპიკურად.
იმიტომ რომ ასეთია ცხოვრება. ზოგიერთი უბრალოდ უსახელოდ და უცერემონიოდ ასრულებს თავის ისტორიას. ასე მაგალითად, არქილექტორის სულტი გექნება მოლოდინი, რომ სერიოზულ ინტრიგებს ან წინააღმდეგობას რაღაცას გასწევს, მაგრამ მისი ისტორია სრულიად ალოგიკურად თავდება. ასევე ძმა გრძელფეხა, რომელიც ისტორიაში შემოვიდა ხუმარა თავგადასავლების მოყვალვებში შარაკაცად. მთელი ისტორია ხმას აკმენდინებდა და მისი მონაწილეობა ისტორიაში ფრიად უღიმღამოა. იგივე ზარმაცი განვითარება აქვს კოლემ-ვეს და მალაქუს კვისს. რა თქმა უნდა, ნაწარმოებში არის სხვა ძალიან საინტერესო პერსონაჟებიც. განდენვილთა ექვსეული, ჯეზალი, თუმცა ეს უკანასკნელი ფანძია, მაგრამ შეგნებულად ფანძი. ასე აქვს ავტორს სწორედ ჩაფიქრებული და მისი ხაზი ასე უნდა განვითარებულიყო. ჩემთვის ერთგვარი იმედგაცრუება იყო ფერო მალშინი. ეს დაუცხრომელი ასასინი პრაქტიკულად ზუსტად ასრულებს ბაიაზის ინსტრუქციებს, ისე რომ სულ დაუმორჩილებლობას აპირებს. არ მომეწონა რომ სიყვარულის ხაზი ავტორმა არ განავითარა. ამის მაგივრად ფეროს მხოლოდ ავტორის შიშველ ინსტრუმენტად გამოყენება ერგო ბედად, ანუ მან უნდა შეასრულოს ფუნქცია და ფაკით. მე არ მგონია რომ ეს ავტორის სწორი არჩევანია. რაც შეეხება ექვსეულს, ძალიან სახალისო იყო მათი დიალოგები, მაგრამ სანამ ისტორიის დასკვნითი ნაწილი არ მომწიფდა, ანუ ბეთოდთან ბრძოლა, საკმაოდ რთული გასარჩევი იყო მათ შორის სხვაობა, ანუ ველურ მთიელთა რეპლიკები და ხასიათი ერთმანეთს ჰგავდა. საბოლოოდ ვიტყვი, რომ ტრილოგია ძალიან კარგია. მით უმეტეს ეკრანიზებული არაა და აბსოლუტურად ახალ განცდებს გთავაზობს. პირადად მე გამიშთა შეგრძნება, რომ პირველი კანონი უნდა იყოს ანიმაციური სერიალი, რაღაც არკეინის ხარისხის. იმიტომ რომ პერსონაჟები უფრო ანიმაციურად მოქმედებენ, ვიდრე კინემატოგრაფიულად. თუ რას გულისხმობ, ამას ვერ აგიხსნით. უნდა წაიკითხოთ. მე კი გირჩევთ, რომ წაიკითხოთ.